რადიკალების თანამოაზრე ევროდეპუტატები რასა იუკნევიჩიანე, მიხაილ ჩერბა, ნატალი ლუაზო, ბერნარდ გეტა, ტობიას კრემერი და რაინიევან ლანშოტი თბილისში მას შემდეგ ჩამოვიდნენ, რაც საპროტესტო აქციებზე მუხტი დავარდა. რადიკალების ლობისტი ევროპელი დეპუტატები თბილისში ოპოზიციის, მათი ტელევიზიების, სალომე ზურაბიშვილის და უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდასაჭერად და საზოგადოების განწყობებით მანიპულირების მიზნით ჩამოვიდნენ. მიუხედავად მათი მტკიცებისა, რომ ისინი საქართველოში არა კონკრეტული პარტიების, არამედ ხალხის მხარდასაჭერად იმყოფებიან, მათი განცხადებები საპირისპიროს ამბობს. ერთ-ერთში იმეორებენ რადიკალების ნარატივს და ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე 26 ოქტომბრის არჩევნებს ეჭქვეშ აყენებენ. ოპოზიციის მსგავსად საუბრობენ აქციებზე, თუმცა მხოლოდ აქტივისტების მიმართ ცალკეული ძალადობის ფაქტებზე აპელირებენ. არაფერს ამბობენ იმ ძალადობრივ ქმედებებზე, რომლებიც სამართალდამცავების მიმართ განხორციელდა. არც ერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს მოქალაქეებს ისე როგორც ის ექცევა. ეს არის მთავარი კითხვა, როგორ მოვექცეთ პარტიას, რომელიც არ ცნობს დემოკრატიულ მოძრაობას და საკუთარი ქვეყნის თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას. ამ სიტუაციაში ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი გარდა იმისა, შევხვდეთ მათ, ვისაც ჩაგრავენ, სცემენ, ციხეში სვამენ, აი რატომ ვართ, სადაც ვართ და რატომ ხვდებით, ვისაც ხვდებით. საქართველოში ძალიან განსხვავებული სიტუაციაა. ქუჩაში არის ძალადობა. ჩვენ ვნახეთ საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებები. ის საუბრობს დარღვევებზე, რომელიც ამ ქვეყანაში დიდი ხანია არ მომხდარა. რაც შეეხება არჩევნებს, ის ყველას მიერ არაა აღიარებული. არ არსებობს თანხმობა, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი. ხალხისათვის საკუთარი ხმის დაბრუნების გარდა სხვა გზა არ არსებობს. საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა გარკვეული პირობებით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ ყოფილა. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას ეს არჩევნები თავიდან ჩაატაროს გარკვეული პირობებით და იმ ნორმების შესაბამისად, რომელსაც ჩვენ ევროკავშირში პატივს ვცემთ. ირკვევა, რომ ოპოზიციამ მოკავშირე უცხოელ პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე მათგან ფინანსური მხარდაჭერა ითხოვა, რაც გიორგი ვაშაძემ თავად აღიარა. როგორც ჩანს, რადიკალებს მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ძალადობრივი მუხტის თავიდან ასაგორებლად ფინანსური მხარდაჭერა შემოაკლდათ. საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედ ოპოზიციაში კვლავ ახალი არჩევნების დანიშვნაზე საუბრობენ. ჩვენ პირდაპირ ვთხოვეთ, რომ დიახ, ფინანსური მხარდაჭერა ჭირდება ხალხს, სამოქალაქო სექტორს, მედია საშუალებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რაც შეეხება მათი განწყობა არის შემართებით საბრძოლო და ქართული ხალხის მხარდაჭერაზე ორიენტირებული. გამოსავალი არის ახალი არჩევნები, ახალი ადმინისტრაციით. ეს შეარიგებს საზოგადოებას თავის მოკატუნება, ვითომ ქვეყანაში არაფერი არ ხდება ქართული ოცნების მიერ, ხოლმე დაამძიმებს ვითარებას. ამიტომ ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რომ როგორ განმოხდოთ ეს სიტუაცია და განმოხდეს ერთადერთი გზა არის შეთანხმება ახალი არჩევნების ჩატარება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის ლობისტი ევროპარლამენტარების ვიზიტი აქციების მუხტის გაზრდას ემსახურება. აღნიშნავენ, რომ ის ევროპელი დეპუტატები, რომლებიც თბილისში ჩამოვიდნენ, საქართველოს და ქართველი ხალხის ინტერესების საზიანო განცხადებებით გამოირჩევიან. ხალხის ძალაში კი ევროპარლამენტში კორუფციასთან დაკავშირებულ სკანდალებს იხსენებენ და ამბობენ, რომ იმ ევროპელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ხილებული არიან კორუფციაში, საქართველოსთვის ჭკუის სწავლება მიუღებელია. ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები გამოხატავენ ჩვენი აგენტურული ოპოზიციის პოზიციებს. ამიტომ ხდებიან მათ ბევრი აქ საპროფესორო არაფერი არ არის. მარტივად დგას საკითხი ძალიან. ერთი პოლიტიკური გუნდი, ერთი პოლიტიკური ჯგუფია, ეს დაძაბულობა მინელდა, დაპირისპირება მინელდა, სისხლის გეგმა არ შედგა და რასაკვირველია, ესენი ეცდებიან კონკრეტულ პირებზე მაქვს საუბარი, ცნობილი გვარებია. რომ აი ამ მინელებულ ჩამქრალ ცეცხლზე როგორმე იქნებ ნავთი დაასხადა. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში არავითარი ინტერესი იმისა, რომ შეხვდნენ უმრავლესობის წარმომადგენლებს, მათ არ გააჩნიათ. მუხტის გასაუარესებლად ამ შემთხვევაში ახლა ევროპარლამენტარები გამოიყენეს. ეს ის ძველი და გარკვეული დრომორჭმული სახეებია, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ლობისტებად გვევლინებიან წლებია და რა თქმა უნდა არ გამოურიცხავთ, რომ ახლა ისინი ჩაერთვებდნენ ამ პროცესში, თუმცა იგივე ევროპარლამენტარების ჩართულობა წინა საარჩევნო პროცესში ნახეთ, რომ ოპოზიციის დამარცხებით დასრულდა, ახლაც მათი ვიზიტი დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გააუფერულებს აქციებს. ერთი და იგივე ტიპის დელეგაციები ჩამოგზანდებიან, თავს უფლებას აძლევენ, რომ ჩვენ სუვერენიტეტს ესეთი შეურაცხყოფა მიაყენონ, გაეროს წესდება დაარღვიონ, დადგნენ არტინ სამთავრობო მიტინგებზე და ასე შემდეგ და ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ მათთან არც სალაპარაკო გვაქვს და არც საერთო არაფერი არ გვაქვს. ევროპარლამენტში ბოლო 2 წლის განმავლობაში რაც კორუფციასთან დაკავშირებით ვიცე-სპიკერი ევროპარლამენტში, ევროპარლამენტარები 10-ზე მეტი
და ასე შემდეგ, იქიდან ჭუის სწავლება ცოტა არ იყოს უხერხულია საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ რაც შეეხება ვიზიტს, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინ ჩამოვა აქ სტუმრად, კი ბატონო, ვინ ჩამოვა შეურაცხყოფისთვის, ის შესაბამის პასუხს მიიღებს. რადიკალების მოკავშირე უცხოელი პოლიტიკოსები ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციას, პრეზიდენტს და მათ მოკავშირე NGO და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე უარი თქვა მმართველმა გუნდმა. იმ მიზეზით, რომ ევროპელი დეპუტატების ვიზიტის მიზანი არა ხალხის მხარდაჭერა, არამედ ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაა. ბოლო დროს რადიკალების მხარდამჭერი უცხოელი პოლიტიკოსების ჩამოსვლა ან ქუჩის პროტესტს ემთხვევა, ან ოპოზიციის მცდელობას ხალხი ქუჩაში გაიყვანონ. ახლაც აქციების მუხტის გაზრდის მიზნით ჩამოვიდნენ თბილისში და საპროტესტო აქციაზე გასვლასაც გეგმავენ. თუმცა ეს მცდელობაც ისეთივე წარუმატებელი იქნება, როგორც წინასაარჩევნო მცდელობები ჩარეულიყვნენ ქართულ პოლიტიკაში.